თავი მეშვიდე. როდესაც მან დაასრულა ყველა თავისი სიტყვა მსმენელი ხალხის მიმართ, შევიდა კაპერნაუმში. ერთ ასის თავს მონა უკვდებოდა, რომელიც მისთვის ძვირფასი იყო. იესოზე რომ მოისმინა, გაგზავნა მასთან იუდეველთა უხუცესები სათხოვნელად, რათა მოსულიყო და განეკურნა მისი მონა. ისინი მივიდნენ იესოსთან, შევედრნენ დაბეჭითებით და უთხრეს: იგი ღირსია, რომ ეს გაუგეთო, ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი და სინაგოგა მან აგვიშენა. იესო წავიდა მათთან და უკვე იმ სახლის შორი ახლოს იყვნენ, როცა ასის თავმა გამოუგზავნა მეგობრები მისთვის სათქმელად: უფალო, ნუ გაირჯები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. ამიტომ ჩემი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა. ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მდგომი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები წადი და მიდის და სხვას მოდი და მოდის. ჩემს მონას გააკეთე ეს და აკეთებს. ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა მისი. მიუბრუნდა მის უკან მომავალ ხალხს და უთხრა: გეუბნებით, რომ ისრაელშიც ვერ პოვე მე ასეთი რწმენა. წარგზავნილებმა სახლში დაბრუნებისას გამოკეთებული ნახეს ის მონა. ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქს, რომელსაც ერქვა ნაინი. თან მიყოფოდნენ მისი მოწაფენი და დიდძალი ხალხი. ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, აჰა მოასვენებდნენ მიცვალებულს, დედის ერთავარს, ხოლო დედა ქვრივი იყო. დიდძალი ხალხი მოსდევდა მას ქალაქიდან. ქვრივის დანახვისას უფალს შეეცოდა იგი და უთხრა: ნუსტირი, მივიდა და შეეხო ცხედარს. გამსვენებლები შედგნენ და მან თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები ადეგ. მკვდარი წამოჯდა და იწყო ლაპარაკი და იესომ ჩააბარა იგი თავის დედას. ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარაო ჩვენ შორის და ღმერთმა მოხედაო თავის ხალხს. ეს სიტყვა მოედო მთელ იუდეას და მთელ შემოგარენს. აუწყეს იოანეს მისმა მოწაფეებმა ყოველივე ეს. იოანემ დაიბარა ორი თავისი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა შესაკითხავად: შენ ახარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ? მივიდნენ ისინი მასთან და უთხრას: იოანე ნათლისმცემელმა გამოგზავნა შენთან საკითხავად: შენ ახარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთო? იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან და ავისულებისაგან და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა. უთხრა მათ იესომ პასუხად: წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ. ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთრუმნები იწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ხატაკებს ეხარებათ. ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში. როცა იოანეს მოციქულები წავიდნენ, დაიწყო ლაპარაკი ხალხთან იოანეზე. რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა? მაშ რის სანახავად გახვედით? კაცისა, რომელსაც რბილი სამოსელი აცვია? აჰა ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნები ცხოვრობენ, სამეფო კარზე ემყოფებიან. ვიღას სანახავად გახვედით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც, ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც დაწერილია: აჰა მე ვგზავნი ჩემს ანგელოს შენი სახის წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე. ვინაიდან გეუბნებით თქვენ, დედაკაცთა ნაშობთა შორის არავინ არის იოანეზე დიდი, მაგრამ ღვთის სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია. თელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა და მებაჟეებმაც კი განადიდეს ღმერთი და იოანეს ნათლობით მოინათლნენ. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მცოდნეებმა უარყვეს ღვთის რჩევა მათ მიმართ და არ ინათლებოდნენ მისგან. მაშინ უფალმა თქვა: ვის ვამსგავსო ეს მოდგმა და ვისი მსგავსნი არიან ისინი? ისინი გვანან ყრმებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან. სალამურს უკრავდით და არ ცეკვავდით, გოდებდით და არ სტიროდით. ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი, არც პურსჭამს, არც ღვინოს სვამს და თქვენ ამბობთ ეშმაკი ყავსო. მოვიდა კაცის ძე, ჭამს, სვამს და ამბობთ: აჰა კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. გამართლებულია სიბრძნე მისი ყველა შვილის მიერ. ვინმე ფარისეველთაგანი სთხოვდა მასთან ეჭამა პური. შევიდა იმ ფარისევლის სახლში და მიუჯდა სუფრას. იმ ქალაქში იყო ცოდვილი დედაკაცი. როგორც კი გაიგო იგი ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით და დადგა უკან მის ფერხთით,
ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცავდა. ფეხებს უკოცმიდა და ნელსაც ხებელს ცხებდა. ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე თავისთვის თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი. იესო მიმართა მას და უთხრა: რაღაც მაქვს შენთან სათქმელი, სიმონ. მან კი უთხრა: თქვი, მოძღვარო. იესომ თქვა: ერთ მე ვახშეს, ორი მე ვალეხავდა. ერთს 500 დინარი ემართა, მეორეს 50, მაგრამ რა კი არ ქონდათ, რით გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად შეუყვარდება იგი? სიმონმა უპასუხა: მე ვფიქრობ, რომელსაც უფრო მეტი მიუტევა. ხოლო მან უთხრა: სწორედ განსაჯე. მიბრუნდა დედაკაცისაკენ და სიმონს უთხრა: ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენ სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფეხებისათვის. ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით შემეხოცა. შენ არ გიგოცნია ჩემთვის, ამას კი რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემი ფეხების გოცნა. შენ ზეთი არ გიცხია ჩემს თავზე, ამან კი ნელსაც ხებელის ცხო ჩემს ფეხებს. ამის გამო გეუბნები, მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა, რადგან ძლიერ შემიყვარა, ხოლო ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტათი უყვარს და უთხრა მას: მიგეტევა შენი ცოდვანი. მასთან სხდომებმა იწყეს ლაპარაკი თავისთვის: ვინ არის ეს ცოდვებსაც რომ მიუტევებს? მან კი უთხრა დედაკაცს: შენ მარწმენამ გეხსნა შენ, წადი მშვიდობით.